მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაგიკეთოთ. ახლა ესეთი თემა იქნება, უცებ მომაფიქრდა ეს თემა. რას გეტყოდოთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი ეხლა და ვერ გეუბნებათ არ ვიცი სიშორის გამო, სიმორცხვრის გამო, რამე პრობლემაა თქვენ ურთიერთობაში და იმის გამო. ყველას თქვენი ალბათ რაღაცა მიზეზი გაქვთ, რის გამოც შეიძლება ვერ გეუბნებოდეთ. გავიგოთ, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. თუ თქვენი არ არის ეს გაშლა, გადმოდით ჩემ კურსზე, გადაავლეთ თქვენთვის ასრულ გაშლას თვალი და აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო გაშლებს, ბევრი მაქვს. და კიდევ ჩამატება იქნება ჰეიტერებს ჩემგან სალამი. ვისაუბრებ რამდენიც მომინდება ჩემ კურსზე იმდენს, ეს ერთი ტელეგრამზე პირად გაშლებს აღარ ვაკეთებ, ტელეგრამი საერთოდ წაშლილი და გაუქმებული მაქვს, პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში და გეტყვით სად და როგორ გაიკეთებთ ამ ყველაფერს. ყველაფერზე გაგცემთ პასუხს პირადში, აქვე მომწერეთ და თქვენ სამსახურში ვარ. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში? ეხლა რომ მიხვდეთ რამდენად თქვენ სიტუაციას წარმოადგენს ეს გაშლა. ტოსტასი. ეს არის თასი, სიყვარულით სავსე, ემოციებით სავსე, გადმოდის ემოციური ფონი თქვენ ურთიერთობაში და არის ულევი, ასე ვიტყოდი, ემოცია დადებითიდან უარყოფითისკენაც შესაძლებელია ამ კარტით, როგორც დადებითი ემოციური ფონი, აი გადმოგდით, ვეღარ იკავებს, ასე ვთქვათ, ეს თასი თქვენ ემოციებს, ასევე უარყოფითი შეიძლება იყოს, ასევე ეჭვიანობის შეიძლება იყოს. ნებისმიერი ესეთი ემოცია, რომელსაც გრძნობთ თქვენ თავში, რომ უკვე ვეღარ იკავებთ, თუმცა იმპერატრიცათი გეტყვით, რომ ეს არის ის ემოცია ამ შემთხვევაში, რომელიც არის დადებითი მხრივ თქვენ ამ ურთიერთობაში მანდილოსნებს მიმართავ და გაშლა არის ორივე სქესისთვის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ამ ურთიერთობაში ქალბატონი არის იმპერატრიცა. ძალიან მომხიბვლელი, ძალიან მიმზიდველი, ძალიან სექსუალური, რესურსული, ქალი დედა, თუ უკვე დედა ხართ, ქალი დიასახლისი, ქალი, როგორც ესეთი, საითაც თავის კვერთხს კვერთხი უჭირავს ხელში, რატომღაც კამერა ვერ იჭერს, საითაც ამ კვერთხს მიუშვერს, ესე იგი, რა თემატიკაც აინტერესებს და მისთვის მნიშვნელოვანია, იქეთ, ესე იგი, მისი ხელი არის დალოცვილი, ასე ვიტყოდ და ყველაფერი გამოდის ამ ქალბატონს ხელიდან. ეს არის ასევე მომდის ინფორმაციულად, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება დიდი დოზით არის წარმოდგენილი ქალბატონები, რომლებიც არიან სილამაზის ინდუსტრიაში, ეს იქნება კანის მოვლის საშუალებები, იქნება კოსმეტიკური რაღაცა ინიექციების პროცედურების მომხმარებელი და გამკეთებელიც ასევე. ეს იქნება ის, რომ ასე ვთქვათ, დაეხმაროს ასევე რაღაც დოზით ეს ინფორმაციაც მომდის და ამასაც ვიტყვი იმ ადამიანებისთვის, ვინც ქალბატონებს ემსახურებიან, ასე ვიტყოდი და მუშაობენ იმისთვის, რომ ქალბატონი იყოს სრულყოფილი ქალი გახდეს და გახდეს დედა, ვისაც პრობლემები აქვს რაღაცნაირი ამ მიმართულებით. ძალიან კარგი დიასახლისი, კარგი კულინარი, კარგი ფიზიკური მონაცემებით ჯამრთელი, ასე ვიტყოდი, მიმზიდველი ქალბატონი, ქალი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი, მშვიდია, გაწონასწორებულია, იმიტომ რომ სწორედ ის მამაკაცი ყავს გვერდით, ვინც მას აფასებს, ხელის გულზე ატარებს, არ ვიცი, აგრძნობინებს თავს მშვიდად და სულიერად მშვიდად, ასევე ფიზიკურად განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს მაშინ, რომ უფრო მეტად თავის თავში ჩადოს, როგორც ქალმა და ამითი ბედნიერება მიანიჭოს თავის მამაკაცს. მაქსიმალურად გაპრანჭვა იქნება, ეს რაღაცა სამოდელო ბიზნესი იქნება, არ ვიცი, ფოტო, ვიდეო, სილამაზის ჩვენება, ასე ვიტყოდი, რაღაცა პუბლიკისთვის, ყველაფერი ეს იმპერატრიცას ძალიან კარგად გამოდის. საერთოდ 4-ვე დედოფალს მოიცავს იმპერატრიცა და არის უზადოდ მიმზიდველი ქალი და
საოცნებო ქალი ყველა მამაკაცისთვის. ძალიან კარგ ემოციურ ფონში ხართ ახლა ამ კარტით ქალბატონებს მიმართავ და თუ მამაკაცი უყურებს ამ გაშლას, გეტყვით რომ ესეთი ქალი გყავთ, რომელიც იწვევს თქვენში ესეთ ტუს თას ემოციები გადმოგდით მის დანახვაზე, მის გვერდით ყოფნაზე, ძალიან ბედნიერად და ემოციურად იმდენად სავსედ გრძნობს თავს, რომ აი ვეღარ იკავებს ეს თასი. ეს არის კარგი დასაწყისი, კარგი ემოციური ფონი და ნახოთ ახლა რას გეტყოდათ. რატომ ვერ გეუბნებათ ჯერის გავიგოთ, მოდი მოვასწრებ ამ გაშლაში, რატომ ვერ გეუბნებათ, რა უშლის მას ხელს, ეხლა რომ კონკრეტულად ეხლა რომ გითხრათ ის, რასაც გრძნობს თქვენთან მიმართებაში. ძალაო, მიჩვენებენ უდიდესი ძალა, სამიანთასი და ტუს პენტაკლი ამოდის ასეთი კარტები გვაქვს. ამ კარტით შესაძლებელია რომ ესე იგი ადამიანი წარმოადგენს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყოს, ასე ვიტყოდი, ორგანოების წარმომადგენელი იყოს და არის თქვენ გვერდით თავს გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ ლომია, არ ვიცი, ჰოროსკოპით შეიძლება ასევე იყოს ლომის წარმომადგენელი თქვენი პარტნიორი, ასევე შინაგანად ადამიანი შეიძლება არ წარმოადგენდეს ძალოვან სტრუქტურას, მაგრამ ძალიან ძლიერი მამაკაცი და პიროვნება იყოს, როგორც ესეთი ადამიანი ლომივით რაღაცნაირი მეფური წარმომავლობა იქნება, ეს თუ ხასიათებით იქნება, რომელიც ძალიან გატრუნულია თქვენ გვერდით ხოლმე და ესე იგი აღარ ახსენდება საერთოდ რაღაცეები, ის რომ ლომია, გადახაზული აქვს თქვენ გვერდით ეს ემოციური ფონი და უფრო ემოციურად გახალისებაზე, სიამოვნებაზე, არ ვიცი, მეგობრებთან ერთად გართობაზე თქვენს ჩვენებაზე იმისი რომ უნდა რომ რაღაცნაირი დღესასწაულები შეგიქმნათ ხოლმე საერთო გარემოში, ეს ოჯახის წევრები იქნება, საერთო კოლექტივი იქნება, სადაც თქვენ შეხებები გაქვთ ერთმანეთთან, თუ მეგობრების წრე იქნება, სადაც შეუძლია მას რომ ასე ვთქვათ რაღაცნაირი დღესასწაულები მოგიწყოთ ხოლმე, აქეთკენ არის ადამიანის ყურადღება უფრო გადატანილი იმაზე, რომ თქვენ თავი იგრძნოთ ძალიან ღირსეულ და ღირებულ ქალბატონად მის გვერდით. 9 პენტაკლი ეს არის 64-ის ბაღი, ფინანსური წარმატება, ძალიან კარგად შემოსილი ქალბატონი, რომელსაც უყვარს პრინციპში ესეთი ძვირადღირებული რესტორანი იქნება, ძვირადღირებული რაღაცა ბრენდის ტანისამოსი იქნება, წარმოჩინება საკუთარი, ასე ვთქვათ, სილამაზის და ხაზგასმა ის თავისებური შტრიხები და დეტალები მის სტილისტიკაში, ასე ვიტყოდი, აი ძალიან მოსწონს მას, როგორც ესეთი თქვენი ეს განსაკუთრებული სტილისტიკა, ეს სიარულის მანერა, ვიტყოდი, ძალიან მოსწონს მას თქვენი რაღაცნაირი ესეთი მომაჯადოებელი გამოხედვა და ღიმილი და აი რაღაცა სულ სხვანაირი სტილი, არა ისეთი, როგორც თქვათ შეიძლება ძალიან ბევრს კონდეს. რაღაცა განსაკუთრებული შტრიხებია თქვენ ჩაცმულობაში, განსაკუთრებით მიმზიდველი და ესეთი ქალური ჩაცმულობა გაქვთ, ну, მანდილოსებს მიმართავ და რატო გავიგეთ მოსწონს ეს ყველაფერი და რატო არ იძახის რა უშლის მას ხელს. ამ ყველაფერს შეისწავლის როგორ უნდა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჯერჯერობით პენტაკლის პაჟი კი ამოდის, სწავლობს თქვენთან ურთიერთობას, ასე ვიტყოდი. უფრო მეტი შეიძლება შეხებები გაქვთ სოციალური ქსელით და SMS-ებით და მიწერ-მოწერებით, ჰაერის მხრივ გაცვლა ინფორმაციის, მაგრამ წარმოჩენილი ადამიანი, რომ პენტაკლის მეფეა ეს არის. შეიძლება წარმოდგენილი იყოს მიწის სტიქიათ ჰოროსკოპის მიხედვით, არის ვერძი, თხის რქა და ქალწულის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი ყველასთვის არ არის ჰოროსკოპი, უბრალოდ ადამიანი არის, რომელსაც თავის პატარა ბიზნესი აქვს, რაღაცა ფინანსები აქვს, პატარა ზოგს დიდი, მოკლედ თავისი შესაძლებლობები, ასე ვიტყოდი, პენტაკლის მეფეს ყოველთვის აქვს, ძალიან მიწიერი ტიპაჟია, ძალიან უყვარს მიწიერი სიამოვნებები და ასე ვთქვათ, ასევე კარგად ჩაცმულობა, ასევე რაღაცნაირი მომხიბლელობა, თავისი შარმი აქვს, ფულიც აქვს, პენტაკლის მეფეს ყოველთვის აქვს საშუალება.
და რატომ? რას გეტყოდათ? გეტყოდათ, რომ ემოციურად უყვარხარ.